გამარჯობა. გამარჯობა. ნინი ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი ამ სარვამარტო კამპანიისთვის Bright to Bright და მზადხარ რომ კიდევ ერთხელ გავუზიარო მომავალ პატარძლებს შენი გამოცდილება. შენი ინსტაგრამიდან ძალიან ბევრი რაღაც უკვე გააზიარე, მაგრამ ახლა პოდკასტის სახითაც მოვუყვები შენს გამოცდილებას. მე ვარ მაკა, დრომორის დამფუძნებელი, რომელიც არის საქართველოში პირველი behind the scene content creator-ის სერვისი ქორწილებისთვის და ივენთებისთვის. და ნინი არის ფოტოგრაფი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფოტოგრაფი ქორწილის ინდუსტრიაში და არა მარტო. და დარწმუნებულია, რომ ძალიან ბევრ საინტერესო გააზრებებს აღმოჩენებს და გამოცდილებას გაგვიზიარებს. ყოდა დავიწყოთ. ნინი, სანამ ქორწილზე გადავალთ, ჯერ შენი თავი გააცანი მათ, ვინც არ გიცნობს სამწუხაროდ და მერე მოგვიყევი შენი და ნიკას ისტორია, სანამ ამ ქორწილის ამბებზე გადავალთ უფრო დეტალურად. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა შენს მოწვევისთვის. ძალიან მიხარია დღეს შენთან რო ვარ. მე ვარ ნინი, ფოტოგრაფი და კონტენტ კრეატორი, პროფესიით არქიტექტორიც და მე და ნიკას ამბავს რაც შეიძლება, სწორედ ჩვენმა პროფესიამ გაგვაერთიანა, ასე რომ ვთქვათ, გავიცანით ერთმანეთი გპ-ში. მე მაქვს არქიტექტურა დამთავრებული, ასევე ნიკასაც და სწორედ აქ იყო ჩვენი შეხვედრაც. ნიკა ამბობს ოღონდ რომ მესამე სართულზე გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მეხუთეზე. სინამდვილეში რომელი იყო? ხო, ეს რა ქვია, პირველ კურსზე იყო ნიკა, რო გავიცანი, რაღაც ძალიან სასაცილოდ შევხვდით ერთმანეთს, მოკლედ და მე უკვე რამდენჯერმე რო შევხვდით ისე უნივერსიტეტში, თხოვა რომ აი როგორ გნახო სოციალურ ქსელში და ჩემი გვარი მოგეხსენებათ, იმდენად რთულია. მე ჩაგიწერ. ჩემით ჩავწერ და ნუ მერე სულ გქონდა ეს მიმოწერა, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთსაც და შემდეგ უკვე რაღაც დაახლოებით ნახევარი წლის მერე ან კიდე ცოტა მეტის შევხვდით ერთმანეთს, აი მოკლედ ჩემი დაბადების დღიდან იწყება ჩვენი ერთად ყოფნის ისტორია. როდის არის შენი დაბადების დღე? ჩემი დაბადების დღე არის 18 სექტემბერს. ოკეი. ეს სასაცილოდ გავისანი 11-ში შევხვდით, ცოტა ციგნები ხوار დაგაყრევინა და მე ხო დაგაყრევინა. ფოდეგეთი არ იყო, მაგრამ აი უკნინა ხელს რომ მოგკიდებენ რომ გამარჯობათ თქვენ საქსაუბრობთ ამ კურსზე ხარ რაღაცა ეგეთი ამბავი იყო და მე რაღაცებზე გავეხუმრე და ისიც გამეხუმრა, მაგას აღარ მოვყვები. ოღონდ და ნუ მოკლედ ძალიან სასაცილოდ მახსენდება ეს ამბავი რა. ძალიან საყვარლები ხართ მართლა, აი უსაყვარლესები და ხო არიან წყვილები რა, ნუ ყველა წყვილი თავისებურად ლამაზია და ერთმანეთს უხდებიან, მაგრამ თქვენ რაღაც ძალიან განსაკუთრებულად კარგი მეჩი ხართ, ესე რომ ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა, მართლა მიხარია ხოლმე, რაღაც საყვარელს რო გვეუბნებიან, ბედნიერდებით. თან ახლა განსაკუთრებით ხვალისობ ამ რემონტის ფაზაში რო ხართ და რასაც დებ ხოლმე იმ სტორებს და ვიდეოებს, იქ მაგის რეაქციები და რაღაცეები. იცი რა არის, აი რემონტის ეტაპზე ვინც გადადის ახლა ან თუნდაც უკვე ამ პროცესშია, რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად სტრესულიც არის, მით უმეტეს ამისთვის უნდა გქონდეს გამოყოფილი ძალიან დიდი დრო. როდის რა დასჭირდებათ არ იცი, როდის მოგიწევს მისვლა, რა შეგეცვლება, რაღაცები არ გამოდის, რაღაცები გამოდის და ნუ ჩვენს ესე ვხალისობთ. ცოტა იცი რა თქმა, მაგრამ ნუ სახალისო პროცესიც არის რაღაც. ხო, ნუ ცოტა იუმორი თუ არ შემოიტანე, მე ძალიან სტრესულია და ეგ აუცილებელია მე თუ მკითხავ ურთიერთობაში, რომ იხუმრო რაღაცა, იღადაო, რაღაცები ერთმანეთს ხალისო შეტანა. ეხლა შენი ფოტოგრაფიის ამბავია, ცოტა რთული გასაძლებია მერე. მაგრამ სხვათა შორის არქიტექტორი ვარ პროფესიით რო თქვი არ ვიცოდი და ეხლა კიდევ უფრო საინტერესოდ დავინახე ეგ მთელი პროცესი შენთვის როგორ შეიძლება რომ იყოს. ხო, ინტერიერის დიზაინის კუთხით ვსწავლობდი მე გპ-ში. გემოვნებაზე გეტყობა ისედაც და შენი მთელი ინსტაგრამის ფიდზე მოკლედ ეს ყველაფერი კარგად ჩანს და ძალიან მომწონს. მადლობა უდიდესი. გავწითლდი. არ გეტყობა აქედან.
კაი, ეხლა შენი ფოტოგრაფიის საბები მაინტერესებს რა, როდის დაიწყე, როგორ დაიწყე, რატო დაიწყე ამ არქიტექტორმა ქალმა ფოტოგრაფია და როგორ მიხვედი ქორწილებამდე? მინდა გითხრა, რომ არქიტექტურამდე იყო ფოტოგრაფია, ანუ მართლა? ფოტოგრაფია მქონდა სულ ბავშვობიდან, ანუ კამერაც არ მქონდა, რამდენიმე ჩემ მეგობარს მქონდა ხოლმე და ვეთხოვებოდი და მიმქონდა, ვიღებდი რაღაცებს ჩემთვის და ტელეფონითაც კი ვიღებდი. ჩემს ძმას ვართმევდი ხოლმე ტელეფონს, ჩემს კამერა არ მქონდა და იმისი ტელეფონითაც კი ვიღებდი. ანუ ბავშვობიდან ძალიან მომწონდა, მართლა ფირის აპარატიც მქონდა სახლში, ისიც ძალიან მიყვარდა და ნუ სულ დაინტერესებული ვიყავი ამ მიმართულებით. არქიტექტურაც ძალიან მომწონდა, მაგრამ ესე გააზრებული არ მქონდა სიტყვაზე ვიღაცამ რო იცის, რომ მომავალში მე აუცილებლად არქიტექტორი მინდა ვიყო, ასე არ ყოფილა, თუმცა რაღაც პერიოდში მივედი მაგ ეტაპამდე, რომ მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ეს ინტერიერის ამბავი, ასეთი დეტალები და მაგიტომ გადავწყვიტა მე არქიტექტურაზე ჩავარებაც და ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, თუნდაც იმ კუთხით, რომ მე და ნიკაც აქ შევხვდით ერთმანეთს და ეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა ბევრი რამეც მასწავლა და ახლაც რემონტის მიმართულებითაც ძალიან ბევრ რამეში მადგება ეს ყველაფერი. და დაახლოებით რაც ფოტოგრაფია დავიწყე, ანუ არ ვიცი 10 წელზე მეტია ალბათ, რაც აი პატარ-პატარა ნაბიჯები გადავდგე ასე რომ ვთქვათ, თორემ მუშაობით, ნუ 1-8 წელი მაინც არის აუცილებლად თან, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ. თუმცა ქორწილები თავიდანვე არ დამიწყია, რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდის მერე ჯერ ვიღებდი უბრალოდ, აი რავი, შენობებსაც, რაღაც პერსონალურ ფოტოსესიებსაც ვუღებდი ძალიან ბევრს ჩემ მეგობრებს და მერე უკვე პირველად რო გამჩნდა შეთავაზება, რომ აი why not გეცადა ესეც, აი დაახლოებით რა დრო იყო? ნუ ეგეც დაახლოებით 1-7 წლის წინ მაინც. და მაგის მერე შეგიყვარდა ძალიან, ხო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ 7 წლის მერე ისევ მაგას აკეთებ და თან ძალიან კარგად. მადლობა პირველ რიგში. კი, მართლა ძალიან მიყვარს და თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შეიძლება ბანალური ნათქვამია, მაგრამ არ გამოგდის ისე, როგორც უნდა გამოგდიოდეს. მართლა ძალიან საინტერესოა, ძალიან თბილ და ტკბილ მოგონებებს ქნი, ასე რომ ვთქვათ. და ბევრ ადამიანს აბედნიერებ თუნდაც ამ ყველაფრით და ეგ არის ცხოვრებაში ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც. ხო, ესეთი მნიშვნელოვანი დღის ნაწილი რო ხარ, ძალიან ემოციურია სულ. აი ნამდვილად შენც ხო ჩაერთე ამ მიმართულებით ახლა და თან საოცრად და ხვდები აი მთელი დღის განმავლობაში როგორი ახლა ადამიანების წრეში ხარ, რა სიტუაცია და ყველაფერი გინდა რომ აღბეჭდო მერე. მოკლედ ძალიან კარგია რა და საპასუხისმგებლოც რა თქმა უნდა. და აი ქორწილის გადაღების ამბავში და პროცესში ყველაზე რთული შენთვის რა არის და ყველაზე სასიამოვნო ნაწილი რა არის? კომუნიკაცია უნდა გქონდეს აუცილებლად წყვილთან, უნდა დაიხმარო ყველაფერში, იმიტომ რომ პირველად აქვს ქორწილი, ძალიან ბევრი რამის შესახებ, რაც შეიძლება ჩემთვის ძალიან ესეთი იყოს მარტივი და აი რო გაგიკვირდება ეს კითხვა რო გაუჩნდეს სიტყვაზე რაღაცა სხვა შეიძლება გაუკვირდეს რა, მოკლედ ესეთ რამეზე კითხვა უნდა აუხსნა დეტალურად ყველაფერი, უნდა უთხრა რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ. სირთულეები ისაა, რომ ხანდახან შეიძლება არ გამოყვეს წყვილი ყველაფერში და თუნდაც რასაც ურჩევ, ის არ გაითვალისწინოს და ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც რეალურად მოქმედებს ფოტოებზე, ფოტოების ხარისხზე, ნებისმიერი ასპექტით ძალიან მნიშვნელოვანია და როცა არ მოყვებიან, არ ითვალისწინებენ რაღაცებს, მერე ცოტა რთულია ეგ ყველაფერი რა, განწყობაც შესაბამისად რაღაც დაზაბული ხარ შენ თვითონაც და სასიამოვნო ეტაპი ის არის, როცა უკვე იქიდან იწყება, რომ ვიღაცა წერს, რომ ძალიან მინდა, რომ ამ დღეს შენთან ერთად იყო. აი ისეთი სასიამოვნოა, რომ არ ვიცი, ძალიან ბევრი ასეთი თბილი ტექსტი მიღია, ანუ უბრალოდ გამარჯობა თქვენთან დაჯავშდა მინდა, არა, აი მაგალითად, ამდენი ხანია თქვენი გამომწერი ვარ და ძალიან მომწონს თქვენი ფოტოები და აი სულ წარმომედგინა, რომ თქვენ იქნებოდით ჩემი ფოტოგრაფი და ნუ აი ესეთი საყვარელი ტექსტები მომდის ხოლმე, რომ აი მე ასმაგად ნერვიულობ კიდე, რომ აი რაღაც რა აი ესენი ასეულებიანი ხა ჩემგან. ანუ აი ძალიან ის არის, მაგრამ აი მაქედან იწყება უკვე სიამოვნების ეტაპი.
პირო, იცი რომ ადამიანს ასე მოსწონს შენი ნამუშევრები, რომ თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს განდობს შენ და გიზიარებს ამ ყველა ემოციას თავის სურვილებს და ფაქტობრივად ქორწილის დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ გეუბნებიან ყველაფერს, აი ესეთი კაბა მაცვია, აი აქ მინდა ასე წარმომიდგენია და ანუ მეგობრის როლში ხარ, ასე რომ ვთქვათ რა. და კიდევ ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ უკვე მასალებს რო ვაბარებ, რო ველოდები აი ნერვიულობით, რომ აი როგორ მოეწონა და რო გიბრუნებენ რაღაც აი ყველა ტექსტს, რომ ძალიან კარგია და ყველაფრით კმაყოფილები არიან და ნუ სამომავლოდაც რამე თუ დასჭირდებათ, მერე ისევ ჩვენთან მოვლენ და ნუ მოკლედ გრძელდება ხოლმე ჩვენი ურთიერთობა ძირითად შემთხვევაში და ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. თვითონ იმ დღესაც ძალიან კარგი და სასიამოვნოა ეს პროცესი. იქვე უკვე ისე ხარ თუ მანამდე რა თქმა უნდა კომუნიკაცია გაქვს სულ, ნუ ან შეხვდით, ან ბევრჯერ ილაპარაკეთ, კიდევ უფრო ახლოს ხარ წყვილთან და უფრო მარტივია იმათთვისაც შენთან გახსნა, იმიტომ რომ კამერასთან პოზირება ყველასთვის მარტივი არ არის. მეგობრობა პირველ რიგში და ეს რაღაცნაირი ადამიანური ახლო ურთიერთობის დამყარება ძალიან აუცილებელია მაგ მთელ პროცესში. წეგან ამბობდი, რომ აი რაღაცებში რო არ მოყვებიან და არ ითვალისწინებენ, აი მაგ თემასაც მინდოდა რომ შევხებოდი და აი რა ნაწილში შეიძლება ხდებოდეს ეს და განვიხილოთ მოდი ეგ გამოცდილება, რაში უნდა გამოყვეს ფოტოგრაფ და ვიდეოგრაფ წყვილი და რა ნაწილში უნდა იყოს დამოუკიდებელი თვითონ. ნუ ზოგადად ახლა რომ ვთქვათ, რომ რაღაცა კონკრეტული რაღაც ერთი თემა რო ავიღოთ, მე შემიძლია ბევრი მხრიდან შევხედო. არ ვარ ისეთი, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებდე და არ არსებობს რაღაცა კონკრეტული, რომელიც აუცილებლად ისე უნდა იყოს და სხვა შემთხვევას არ განვიხილავ. თუმცა, ქორწილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როგორც შენ გინდა და წარმოგიდგენია, ისე უნდა გააკეთო, თუმცა ვიღაცას თუ შენზე ცოტა მეტი გამოცდილება გაქვს, იმასაც უნდა მიედო რაღაც კუთხით. აი მაგალითად ლოკაციებზე ხშირად არ ითვალისწინებენ, რასაც ვურჩევ. ასევე დროები არის ხოლმე პრობლემა. ისიც მესმის, რომ ყველას თავისი გაწერილი დრო აქვს და იქ რესტორანია, იქ სალონია, იქ ის ბევრი სხვა ეტაპიც არის, თუმცა ფოტოსესიისთვის რაღაც კონკრეტული დრო უფრო კარგია. მაგალითად, სასტუმროში ფოტოსესიაც ძალიან კარგია ჩემთვის და მჭირდება დღის მასალად, რომ შევკრა ეს სრული ისტორია, ანუ ფოტოები უბრალოდ გადავიღე და კადრი არ არის, ანუ მთელი ისტორია რაღაციდან უნდა დაიწყოს და რაღაცით უნდა დაასრულო და შეკრა ეს ამბავი. და ძირითადი პრობლემა ან ლოკაციებზე არის ხოლმე, ან დროსთან დაკავშირებით არის. მეტი ისეთი არ მახსენდება. და პოზებთან რაღაცან გახსნასთან დაკავშირებით აი ყველა ხო არ არის ისეთი ფოტოგენური, რომ ავტომატურად იდეალურად გამოდიოდეს ყველა კადრში და მაგ კუთხით აი როგორ ეხმარები ხოლმე, რომ ეს კადრები ისეთი გამოვიდეს, რომ მათაც მოეწონოთ და თავიანთ თავიც ისე წარმოაჩინონ, როგორც წარმოუდგენიათ, რომ უნდა იყონ ამ ფოტოებში. იცი არის ფოტოგენური არ არის, ანუ თქვათ ეგრე ვერ ვიტყოდი რა, ბევრს უბრალოდ საკუთარი თავი არ მოსწონს, თუნდაც მარჯვენა პროფილიდან ან მარცხენა პროფილიდან არ მოსწონს რაღაც კონკრეტული აი მაგალითად წინიდან პირდაპირ გადავუყვან, ბევრი რაღაც არის. ესეთ დროს ჯობს ზოგადად სულ პირდაპირ მითხრან რა არ მოსწონთ, როგორ წარმოუდგენიათ სიტყვაზე და მეც მესმის ეხლა არ გულისხმობ იმას, რომ მიკარნახოს აი აქედან ზუსტად ესე გადავიღე, თუმცა ამიხსენს, რომ აი არ მოსწონს აქეთა რაკურსით გადაღება, ან ურჩევნია რომ სიტყვაზე რაღაც უფრო პორტრეტული იყოს ფოტო, ან რაიმე მსგავსი და ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთი დეტალები გავითვალისწინო, იმიტომ რომ კამერის დგომა უბრალოდ ჩემს წინ დგას, მაგრამ აი ესე ვთქვათ კამერის დგომა არც ისე მარტივია. პირიქით, ხანდახან მეც მიჭირს ხოლმე რაღაცაები და ამიტომ ვცდილობ, რომ შევიდე მის მდგომარეობაშიც. ვეხმარები თუნდაც პოზირებაში ვეუბნები, აი რა ჯობებს როგორ გააკეთოს თავადაც შემიძლია, რომ იგივე ვაჩვენო ხოლმე, რომ აი მაგალითად ესე დადექი, ეს თავი ესე ავწიოთ, ესე გამომხედე, ანუ ხუმრობითაც ვცდილობ, რომ რაღაცეები ცოტა მაიმუნურად ავხსნა, ესე რომ ვთქვათ, რომ უფრო გაიხსნან თვითონაც და ანუ აგრძნობინებ, რომ ყველაფერში დაეხმარები მოკლედ რა, იქ ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანური ფაქტორები მოკლედ ჩემი აზრით ყველა საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და მე უკვე იმდანაც მარტივდებათ თვითონაც და იმდანაც სასიამოვნო ხდება პროცესი და თავიდან მაინც უნდა თქვა და ყველა დაძაბულია. და მე შენ უკვე რო ატყობ ამ ყველაფერს მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შეუმსუბუქო ეს ამბავი. მე ყოველ შემთხვევაში
ყოველთვის ვცდილობ ამას. ეგ მე ჩემი მჩნევია, რომ დღის დასაწყისში მაინც ცოტა სხვანაირად დაძაბულები არიან, აქ შეიძლება სხვა იმ ემოციური ღელვის ფაქტორიც არის, მაგრამ მე შუა დღიდან ცოტა საღამოდან ისეთ ეშხში შედიან ამ ფოტოების გადაღების, რომ გგონია, რომ მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა. დასაწყისში ძირითადად ესე არიან ხოლმე და ცოტა ხანში მე ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რა არის იცი რომ მე ვცდილობ ხოლმე რომ კამერაშიც ვაჩვენო როგორ გამოდიან ესე რომ ვთქვა და კამერაში რომ შეხედავენ საკუთარ თავს თუ მოსწონთ მე უფრო შეიძლება არ მოეწონოს რა თქმა უნდა თუ მოსწონთ მე უფრო გახსნილები არიან უფრო თავდაჯერებულებიც არიან ამიტომ ეგ ფაქტორი ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ რაღაც იმ მომენტში ვაჩვენოთ რა თქმა უნდა ეხლა დამუშავებული და საბოლოო შედეგი არ იქნება ამ კამერაში თუმცა აღქმა მაინც ექნება დაახლოებით როგორი ფოტო გამოდის ამიტომ რომ მეუბნებიან მაჩვენე თუ შეგიძლია არანაირი პრობლემა არ არის თავადაც თავაზობ ხოლმე მე თვითონაც მირჩევნია მე უფრო კარგად მიმდინარეობს ხოლმე პროცესი ერთადერთი აი ეს დაძაბულობა ხელს იმიტომ გუშლის რომ ის სიტყვაზე პირველი ლოკაცია თუ სასტუმროა ну ძირითადად მაგ ლოკაციაზე ხარ დაძაბული სახით ცოტა ვერ დუნდები მაგრამ იმდენი ნერვიულობის ფაქტორია თუნდაც აი გოგონების მაგალითი ავიღოთ სანამ თავის მომავალ მეუღლეს ნახავენ ნერვიულობს რა თქმა უნდა ნერვიულობს ეიფორიაშია თან ბედნიერია და ამ დროს ამდენ ფიქრებში ძალიან რთულია კონცენტრირდე მარტო ფოტოებზე აი ყველაფერი ძალიან კარგად მესმის ან თავარია მის ადგილასაც რაღაცნაირად წარმოიდგინო თავი და მე უფრო გემარტივდება შენს და მასაც ეხა ვერ ხვდები ეს რჩევები პატარდალს უფრო გამოადგება თუ მე როგორც კონტენტ კრეატორი შეგან იცი რა ორივე შეიძლება სტაბილიზულად კი მე ძალიან კარგად ძალიან დიდი სიამოვნებით გისმენ მართლა თანან კიდე რა არის აი ეგ ძალიან კაი ორი ფაქტორი აღნიშნე რასაც ახლა კიდე შევკრავდი იმისთვის ვინც გვისმენს ერთი აუცილებლად უთხრან ხოლმე ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფს რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ რომ აი რაც მოყევი რომ ეს რა კურსი ის ფორმა რაღაცა ამ კუთხით არ მომწონს ჩემი თავი ეს მირჩევნია ვიდეოზე უფრო რთული ამბავია ჩემი აზრით იმიტომ რომ ვიდეოში ახლა გინდა არ გინდა მაინც სუდად ის ესე და მაინც ყველა მხრიდან ექნება კადრები. უფრო ალბათ ფოტოგრაფის ამბავია, იმიტომ რომ ეხლა ვიდეოსთვის ძალიან რთულია. ეხლა მე შემიძლია ნებისმიერ ადგილას დავდგე ფაქტობრივად და ისე გადავყო და ვიდეოს მაინც ძალიან ბევრი მოძრაობა უწევს და შეიძლება ბოლომდე ვერ გაითვალისწინოს, თუმცა რაღაცას თუ ეტყვის, ეხლა რადიკალურად სხვას არ გააკეთებს ის და ზოგადად ვინც შენ გიკვეთავს, ну ჯავშანს აკეთებს შენთან, მან ისედაც ის შენი სტილი, როგორ სიღებ, როგორია უფრო შენ მიმართულება და თუ რაღაცას სხვას არ ეტყვი მთლად, გაითვალისწინებს ყველაფერს. ანუ ერთ-ერთი ცუდი ის არის ხოლმე, ცოტა გადავუხვიათ ამას, რომ გიგზავნიან სხვის ფოტოს და დამუშავებას და ესეთი მინდა. მაგრამ ეგ არ ვქნათ მეგობრებო, იმიტომ რომ აი სუდია. მესმის კი, მაგრამ თან ეგ იმიტოც ხდება ხოლმე, რომ იმათთან დაკავებულია თარიღი ან ფასი არ აწყობ თან რაღაც და მე შენთან მოდიან რომ ესეთი მინდა, მაგრამ შენ შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებით მუშაობ და სხვა ხაზი გქონდეს და ცოტა არ იყოს ხედვების მიმართ ცოტა უპატივცემულობაც გამოდის, არა? მაგადი არ მიფიქრია აქამდე და ეხლა რომ დავფიქრდი, თურმე ხო შეიძლება არ იყოს სასიამოვნო. იცი რა შეიძლება ესე უპატივცემულობად არ მივიღო, იმიტომ რომ თუ ქართველზე ვსაუბრობთ, ყველა ჩემი კოლეგაა და ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემთან თუ მოდის ადამიანი და ჩემთან უნდა რომ ითანამშრომლოს, ესე იგი მოსწონს ჩემი სტილი, გემოვნება, ჩემი მიმართულება, დამუშავების სტილი და ანუ უნდა რომ მიიღოს ის, რასაც ანუ ჩემი შედეგი მიიღოს, ასე რომ ვთქვა და ახლა სხვის დამუშავებას რო გაჩვენებენ, ცოტა რაღაც ისეთი მომენტია რა, თითქოს იმისი უნდოდა, მაგრამ იმასთან არ გამოუვიდა, მოდი ეხლა შენთან სდის, რომ იქნება ეგ მიიღოს რა. ის, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რაღაც ფოტოს რო გაჩვენებს, რომ აი ძალიან მინდა რაღაცა ესეთი გავაკეთოთ, ან რამე და ნუ როცა გიგზავნის, რომ ესეთი დამუშავება მინდა და აი ზუსტად ესეთი მინდა, ეგ ცოტა სხვა რაღაცა არის. გასაგებია, ხო, ძალიან საინტერესო ფაქტორია ისე, რაზეც ხო დიდად აქამდე არ მიფიქრია და კიდე აი მაგ ნაწილში ორი რაც მინდოდა რომ შემეჯამებინა, ერთი რომ აი მაინც მაქსიმალურად ჯობია რომ ყველაფერი თქვან, რომ რა მოსწონთ და როგორ მოსწონთ, აი არა იმ ნაწილში რაც ახლა შენი გულისხმე, არამედ აი რაღაც პატარ-პატარა დეტალები, რაც უნდა იცოდეს ფოტოგრაფმა წყვილზე, იმისთვის რომ უფრო კომფორტულად ემუშავოს.
და მეორე რა იყო? დამავიწყდა მე თვითონ. და ასევე იმაზეც გააკეთონ აქცენტი, რაც მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება დღის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი პატარ-პატარა რაღაცაები გქონდეთ დაგეგმილი და ჩვენ არ ვიყოთ ამის მიმართ ინფორმირებული, რომ რაღაცა გამოგვხშეს. ანუ რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში იქ ხარ და ამ მთელ პროცესს იღებ, თუმცა რაღაცა შეიძლება უცბად ისეთი იყოს, რომ ვერ მიაქციო ყურადღება. ამიტომ თავიდან მე დღისგან რიგი უნდა გქონდეთ გაწერილი, ეს ჩვენს კარგად უნდა ვიცოდეთ და ერთადაც უნდა გავიაროთ და ამ ყველაფერში უკვე ნათლად ჩანს მე რა აქვს დაგეგმილი და შენც იცი ტაიმინგი ესე რომ ვთქვათ, როდის რა იქნება. და მეორე, რაც არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი შენი ნათქვამიდან, რაც შემიძლია ცალკე გამოვიტანო, ადგილზე დაუთმო პატარლებმა იმას დრო, რომ ცოტა ხნით მაინც მართლა ჩახედონ ამ გადაღებულ ფოტოებს რა გამოდის. იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად, აი ჩემს უბრალო რაღაც პერსონალურ ფოტოსესიებზე ან არ ვიცი მეგობართან ერთად დაგეგმილ ფოტოებზე და რა ვიცი, უბრალოდ რა სხვაც რომ იღებს, მაგ დროსაც კი აი რომ გონია რომ რაღაცას ასე რომ ვაკეთებ ასე ჩანს, მე ჩავიხედები და საერთოდ სხვა რაღაც არის. როცა შეიძლება რომ იქვე ოდნავ მაინც შეცვალო ისეთი რაღაცა ის ხმამ რომ ნახოს ის ფოტო ვერაფერს ვერ იტყვის რა შეიძლება რომ იყოს შესაძლებელი, მაგრამ ადამიანმა ზუსტად იცის თავის თავი როგორ უფრო მოსწონ და მით უმეტეს ესეთ ეიფორიაში და ესეთ სიტუაციაში რაც აღწერე სასტუმროს ნაწილში, მაგ დროს ძალიან რთულია რომ კიდე იმაზე იფიქრო რეალურად როგორ გამოიყურები. და მართლა ჯობია რომ აი თუნდაც 5 წუთი გაჩერდნენ რაღაცა ის სიჩქარეს არ აყვნენ და ჩახედონ, გადაათვალიერონ და იქნება მართლა ისეთი რაღაც არის რომ აი ეს გვერდი არ მომწონს ასე, ეს მხარი არ მინდა ასე და სხვანაირად დავდგები. მე მაგალითად მანდის პრობლემა მაქვს რომ თვალები მაქვს ძალიან ჩამოწეული და თუ არ გავიღიმე და ეს თუ ესე არ ამეწია კადრში მაქვს ძალიან მოწყენილი სახე. და ამ ფოტოების გადაღების დროს ვერ ვგრძნობ, სანამ არ ჩავხედავ და არ მიხვდები რომ უი რაღაცა აი resting set face, მაგრამ ესეთი სახით ვარ მე იმ ფოტოებში და ყოველთვის ჯობია რომ აი ჩახედო რა. შეიძლება ბევრს არ უყვარს ასე თხოვნა რომ აი მაჩვენიან რაღაც ეს ჩემი გამოცდილებით თქვი უბრალოდ მე როგორც მირჩევნია რომ ვაჩვენო რაღაც მონახაზი თუნდაც რა ესეთი გამოდის შეხედე რა მოგწონს რა არ მოგწონს რა შევცვალოთ და მე რა უფრო მარტივია ყველაფერი როცა წერენ ხოლმე თავიდან რომ აი ფოტოგრაფი მინდა შენ მინდა რომ ჩვენთან იყო და აი ძირითადად აი რას გთხოვენ ხოლმე აი რა ცოტა ტრენდულად რო შევხედოთ და სტანდარტად ყველაზე ხშირი და ყველაზე მოთხოვნადი თუ არის რამე კონკრეტული ახლა ნუ ყველაზე აქტუალური არის რატომღაც რა მე ძალიან მომწონს ეგრეთ წოდებული ფლეში თვილაითით გადაღებული ფოტოები ძალიან მოწონს და ბევრი პირდაპირ მწერს რომ აი ესეთი ბევრი ფოტო მინდა მქონდეს ასევე ფირის ფოტოები ფირით ამ ეტაპზე მე არ ვიღებ თუმცა ძალიან მოსწონთ ეს იმდინარეობა ასე რა ვთქვათ და მაგაზეც ხშირად იწერებიან და კიდევ ძალიან დიდი მოთხოვნა ხოლმე იმაზე რომ უნდა ბუნებრივი ფოტოები აი უმეტესად ვიღებ მსგავს შეწყობებას როგორც ძალიან სიტყვაზე გიხსნიან რომ აი არ ვარ ესე ფოტომოყვარული მინდა რომ რაც იქნება ის გადავიღოთ ანუ ბუნებრივად რომ მიყავს ყველაფერი აი ეს არის ხოლმე ძირითადი რასაც იწერებიან და ხო დამეხმარებით ლოკაციების შერჩევაში დროებიც რო გავიაროთ რაღაცა მსგავსი ტექსტებია ხოლმე ხშირად ბუნებრივი ფოტოები მეც ძალიან მიყვარს და აი ნამდვილ ემოციაზე მნიშვნელოვანი ალბათ არაფერი არ არის თუმცა მაინც რაღაცნაირად მზად უნდა იყოს წყვილი იმისთვის რომ რაღაც კონკრეტულ ადგილზე მოუწევთ გაჩერება რაღაცებს რო ურჩევ რომ აი სიტყვაზე ჩაიხუტე ესე ხელი მოხვიე რაღაცა გავაკეთოთ ამის გაკეთება იმიტომ რომ მაგის გარეშე თქვათ ვერ გამოდის რა ბუნებრივობა რა თქმა უნდა ძალიან კარგია და როგორც უკვე აღნიშნე, ყველაზე კარგი ფოტოები ამ დროს გამოდის, თუმცა მაგ ბუნებრიობამდეც რომ მივიდეთ, რაღაცის გაკეთება მაინც გვიწევს. ანუ ქვეფაქტორები მაგასაც აქვს, ამიტომ მაინც ჯობს რომ საკუთარი თავი ცოტათი შეამზადონ, რომ აი რაღაცა მოგვიწევს ესეთი ფოტოების გადაღება, თუნდაც დაათვალიერო Pinterest-ზე ძალიან მეც Pinterest-ს ვათვალიერებ, რა თქმა უნდა, იმდენი რამის ნახვა შეიძლება გინდ პოზების, ფოტოების, აი სად რა როგორ ჯობია, ყველაფერია მოკლედ აქ და უფრო შემზადებულები იქნებიან და თვითონაც მიხვდებიან, რომ ასე ბევრად ჯობს. და თან პორტაჟული ქორწილების გადამიღია და რა თქმა უნდა ესეც მომწონს, მაგრამ მაინც მირჩევნია ხოლმე რომ რაღაცაები ცოტა მათთვის ხელოვნური, მაგრამ რაღაცაები ისეც გავაკეთოთ.
იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ეგეთი ესთეტიური staged ფოტოებით სადღაც გინდა რომ გქონდეს, იმიტომ რომ მარტო იმ ბუნებრივ რაღაცებს ვერ დადებ. რაღაცა მაინც გინდა რომ აი ამდენ თანხას ხარჯავ ქორწილში, ესეთი მომზადებული ხარ, ესეთი ლამაზი ხარ, კაბა გაგშერჩეული, ნაზრუნი ყველაფერი და რატომაც არა რომ რამდენიმე კადრი მაინც დაგრჩეს ისეთი, სადაც აი ცოტა არაბუნებრივად შეიძლება რაღაც დადგმულად გადაიღო და გააკეთო. აი საალბომე ფოტოებით რაღაცები რომ გადაიღო, მაგრამ მაგის იქით იყოს ახლა სულ გართობა და ეს ფლეში და რაღაც ისინიც აუცილებლად. თუმცა მეც მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ბუნებრივი სიტუაციების მომხრე ვარ, ამ ჩემი კონტენტ კრეატორის მიმართულების გადაღებიდან გამომდინარე, მეც ძალიან სიამოვნებს, როცა ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან ერთად როცა ხდება ამ რაღაც ესთეტიური მომენტების შედარებით ჩარევით შექმნა, მეც მაქვს ცალკე ის ლამაზი კადრები, რომელიც თუნდაც ფოტოში, თუნდაც ვიდეოში შეიძლება იყოს გამოყენებული და მაგის იქით, რა თქმა უნდა, გართობა არის უამრავი. ამიტომ ხო, ცოტა პოზებში ვარჯიშენ. სიამოვნოთ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საბოლოო ჯამში ამ დღით მიიღო მაქსიმალური სიამოვნება. ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ აი ფოტოებზე რაც ვთქვი, მე პირადად მჭირდება ხოლმე ფოტოებში რაღაცა მსგავსი სიტუაციის შექმნაც. ის ბუნებრივობაც ხანდახან ზუსტად აი ამ დადგმული რაღაცეებითაც მიიღება. იქ რაღაც პროცესში რაღაცაზე გაგეცინება, რაღაცაზე შენ გემოზე გადახვევ ხელს ან მოიხვევი ან რაღაც და ამ დროს იმდენი კარგი კადრი გამოდის, რომ აი მე ვთქვამთ, რომ აი რა კარგი ვქენით, რომ სიტყვაზე დაგიჯერეთ რაღაც ისეთი სიტყვა, მაგრამ აი გავითვალისწინეთ. აი თუნდაც შენ და ნიკას ქორწილი ფოტოსესია როცა იყო, მან მქონდა გადაღებული ზუსტად ეგ სასიცილო კადრები, რომ რაღაც შუბლით რო შეეჯახეთ ერთმანეთს შემთხვევით ამ პოზირების დროს, აი ძალიან მიყვარს ეგ კადრი მართლა და ხო, აი მე ზუსტად მანდვადის ის მხიარულებაც და ის ბუნებრივობაც. ზუსტად მიმივხვდი, რაც ვიგულისხმე. აი ზუსტად ეგ ამბავია. ანუ მე ძალიან მოგწონს ეგ ყველაფერი. მეც რა ვნახულობ, რამდენი ესეთი სასაცილო კადრი გამოვიდა ამ ყველაფრით, თუნდაც რასაც ჩემი ფოტოგრაფი ვკარნახობდა, რომ გაგვეკეთებინა და მინდობილი ვიყავი 100,000%-ით, ანუ მივიღე საუკეთესო შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ შენ ფოტოგრაფი ხარ და ზუსტად ისი რა როგორ გინდა, იმ მომენტშიც შენ ქორწილში, როცა შენ იყავი პატარძალი, იქაც მიენდა სხვას, რომ რაღაცნაირად ენდობი იმას, ვინც შენ გიღებს და იცი, რომ საუკეთესო შედეგისთვის რაღაც მომენტში სხვას უნდა ენდო, როცა ირჩევ იმ ადამიანს. იცი რა, როცა გადაწყვეტილებას იღებ და თან საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ ფოტოებს შეხედავ წლების მერე, აჩვენებ შენ შვილებსაც და ნუ რავი, ყველა მეგობარს და ნუ აი ძალიან დიდხანს გაყვება ეს ფოტოები. ამ დროს ფოტოგრაფის როლი არის აი უზარმაზარი და ყოველთვის მანერვიულობს ხოლმე ეს ფაქტი. რაღაცნაირად ყველა ქორწილის წინ მაინც ცოტათი ვნერვიულობ. ანუ აი რამდენი წერია ვიწყებ, აი სულ ყველა ჯერზე რაღაცა ეიფორია და ნერვიულობის შეგრძნება მეც მაქვს და ჩემ შემთხვევაში ანტონს მივენდე სრულად. უბრალოდ აი ჩვენ ჩათი რო განახოთ მე და ანტონის ძალიან დიდი ტექსტი მივწერე, ერთი, სადაც მთლიანად გავაცანი სრული დღის გეგმა, ესე, მოვუყევი, რომ რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა მქონდა ამ დღისთვის მომზადებული, თუნდაც ძალიან ბევრი აქსესუარი, ისინი რა ქვია, მოსაწვევი, აი ჩემი მეორე კაბა, რაღაცა წერილები, ყველაფერი მოკლედ ავუხსენი ეს მაქვს და იმენაც ის რა არ უნდა გამოეპაროს, იმიტომ რომ ისე შეიძლება სულ არ იცოდეს მსგავსი რამე თუ გაქვს ან რაღაც მსგავს თუ აკეთებ და ამიტომ ვერ მიაქციოს ისე ყურადღება. ავუხსენი დეტალურად ყველაფერი, მოვისმინე მისგანაც რაიმე შესწორება თუ უნდა და რაღაცაზე რეკომენდაცია თუ მქონდა და მე უკვე ერთობლივად გამოგვივიდა ის, რაც გამოგვივიდა და რითიც ძალიან მოყოფილი ვარ მე. მეც. ნუ აი მართლა ძალიან ისეთი უამაზესი ფოტოები გამოვიდა. გიჟდები ჩემ ქორწილსა და დღემდე ვერ მივედი იქამდე, რომ დავდო ეს ფოტოები. რაღაცები ხო დადე, რაღაც რაოდენობა, კი. მაგრამ ეგ არაფერი არ არის, რაც ანტონმა გამომიგზავნა იმის მერე. ველოდები. Soon. და ხო, ფოტოგრაფის და ვიდეოგრაფისაც ასევე მოძებნის პროცესში ალბათ ძალიან დიდი ყურადღება ზუსტად მაგას უნდა დაუთმონ, როგორია შენი ნამუშევრები, აი როგორ სიღებ, რა სიღებ და რეალურად ემთხვევა თუ არა მათ სურვილებს და მეორე ეტაპზე მგონია, რომ
ეს რაღაცა გაცნობა არის აუცილებელი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ფოტოები მოგწონდეს, მაგრამ ტიპაჟურად ვერ აღიქვა რა, ეს ადამიანი თელშენ ქორწილს უნდა იღებდეს და ეს რაღაც ენერგეტიკული თანხმედრაც მგონია რომ ძალიან საჭიროა. ორივე მხრიდან ოღონდ. კი, კომუნიკაცია არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც წინასაც გაუსვი ხაზი. ადამიანს უნდა კონდეს ქორწილამდე შენთან რაღაცა კომუნიკაცია უკვე არაერთხელ რამდენჯერმე, რომ თუნდაც ანუ მიხვდე ზუსტად იმას რა უნდა მიხვდეს, შენგან მიიღებს თუ არა ამას, როგორი დამოკიდებულებით ხარ შენც, ახლა თუ ყურადღებას არ მიაქცევ, არ უპასუხებ, რაღაცა არაფერშიც არ მიეხმარები, ცოტა იმასაც გული აუცრუდება შენზე. ამიტომ ყველას ვცდილობ, რომ ანუ ერთნაირად მივუდგე, ანუ როგორ ვთქვა, ყველას დავუთმო სათანადო ყურადღება, რაც საჭიროა. ეგ თვისება ძალიან მიყვარს შენში, რომ აი არასოდეს არ აგვიანებ პასუხის მოწერას. აი მნიშვნელობა არ აქვს, რაზეც არ უნდა მოგწერო. აი საუკეთესო ტიპაჟი ხარ მაგ ამბავში, რომ მე ძალიან მიყვარს დროულად რომ წერენ და აი წამის მეასედებში რომ შეგიძლია ხოლმე მომწერო, თუნდაც მართლა საჩქარო არ იყოს რაღაცა, ძალიან ვაფასებ მაგას. იცი რა, ეს თავის შესაძლებლად არ მithkoms, მეც ძალიან მე მიყვარს, გაქებს. მადლობა, ორივე მხრიდან უნდა შეხედო ამ ყველაფერს, ანუ მე რაც მიყვარს, რასაც ვიღებ, ისე უნდა მოვექცე სხვასაც, ანუ მეც მიყვარს რომ მივწერ რაღაცას და შეძლებისდაგვარად მალე პასუხობენ. შეიძლება მე რაღაცის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდეს და რაღაცნაირად უნდა ამიხსნა. ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ქორწილის შესახებ, ანუ ქორწილს რო გეყვავს, ძალიან ბევრი რამე არ იცი. რა შეგეჯახება წინ, მაგასაც ვერ ხვდები. შეიძლება სხვისი თვალით ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა აი მეც ამხელა გამოცდილება მაქვს ამდენწლიანი ამ სფეროში, მაგრამ ჩემ ქორწილზეც იმდენი რაღაცა პატარ-პატარა დეტალები იყო, რომელიც ვერ გავთვალე თუნდაც, რომ აი მე თვითონ გამიკვირდა და ამიტომ კიდე უფრო კარგად შევედი მათ მდგომარეობაში რა, რომ რამდენი რამე შეიძლება არ იციან და შენგან უნდა თან ინფორმაციის მიღება და ანუ ეგ ძალიან ნორმალურია რა და შენც უნდა ეცადო რომ კი დაეხმარო რა თქმა უნდა ყველაფერში. და რას ვფიქრობ, იცი, აი როცა პასუხის გაცემა არ შეგიძლია, მე ხშირად არის მაგალითად ისეთი მომენტი, რომ გადაღებაზე ვარ და ტელეფონში ყურებას ვერ დავიწყებ ესე ეგ რა თქმა უნდა, ხო. ხო, და თუ მაქვს იმის, რომ თუნდაც 2 წამი რომ უთხრა, რომ გადაღებაზე ვარ და შემდეგ გიპასუხებ, აუცილებლად ვაკეთებ ამას, რომ უყურადღებობაში არ ჩამეთვალოს. ნუ ხშირად შეიძლება ვერ ვუპასუხო და იცოდეთ მეგობრებო, რატოს ვერ ვპასუხობ, მაგრამ მაინც ორი ცალი 30 კილოიანი კამერა გიჭირავს, იმიტომ. რაღაც ხო, თან მაინც ესე ტელეფონში ჩაძრომა დიდად არ მიყვარს. რაღაც როცა სხვასთან ხარ და მის დროს იყენებ. ხო, რა თქმა უნდა, ხო მეგობრებთან თუ ვარ და რაღაცეთ გარემოში რომ რაღაცა ხარისხიანი დრო უნდა გავატარო, ჩამოკიდებული არც მე არ ვარ, მაგრამ შედლებითდაგვარად მე ვცდილობ, რომ აუცილებლად მალევე ვუპასუხო ადამიანს, ანუ ეს პასუხგაუცემელი რაღაცები, unread message-ები რომ ხდება, ძალიან მეც ზოგი ხო პირიქით არის რომ რაღაცა ანუ იმაზე ნერვიულობს რომ აუცილებლად დროზე უნდა უპასუხოს და მე იმაზე ნერვიულობ და დროზე არ პასუხობ და ძალიან ადამიანი ტიპაჟზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მე იმაზე ვამბობდი რომ სხვისი დრო არ გამოვიყენო, თქვა, გადაღებაზე რო ვარ, ჩემი მხრიდან ესე ტელეფონის დაჭერა ხოლმე გავიაზრო რას მწერს და წავიკითხო, ამიტომ რჩენია ხოლმე რომ ვუპასუხო რა. ეხლა გადაღებაზე ვარ, სახლში მივავალ, ნახავ კარგად და გიპასუხებ რა. რაღაცა ამ დროს შეიძლება რაღაცები გაგიპაროს ესე უცბად პასუხში, ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინო ხოლმე რომ ყოველთვის ესე დროულად ყველაფერზე ვერ ვუპასუხებთ. ეხლა წეღა ლაპარაკობდი საკუთარი ქორწილის გამოცდილებაზე და აი მაგნატელში ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებს და ეგ იყო თანამ ჩვენი პოდკასტის კიდე მთავარი პოინტი, ესე ვთქვათ, მიზანი, რადგან პატაჟლები გვისმენენ და აი როგორც ფოტოგრაფზე ხო მაქსიმალურად ვეცადე რომ ყველაფერი გამომეწურა შენგან და გამეგო და ეხლა როგორც პატარ ძალზე ძალიან მაინტერესებს კამერის მეორე მხარეს რო დადექი. აი, მან რა იყო, ნუ მანამდე ხა ბევრ გადაღებაში ხარ და მიგიღია მონაწილეობა, მაგრამ აი როგორც პატარძალი რო დადექი კამერის მეორე მხარეს, ეგ როგორი იყო შენთვის და აი მან რამე რაღაც ესეთი ხო არ გახსენდება ან ინსაიტი ან რამე რჩევა ან რაც აღმოაჩინე რომ ვა, ანუ ეს თურმე ასეა მაგათთვის და აქამდე არასდროს არ მიფიქრია. აი, ეგეთი რა გქონია? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგი იყო მართლა, ანუ აი
იმდენად ვისიამოვნე მე თვითონ ამ პროცესით, რომ აი ვერ გეტყვით, შეიძლება ჩემმა მეგობარმა, ჩემმა კოლეგამაც ალექსანდრემ არ თქვას იგივე, რომ სულ ხმუტავდიო, რო კითხა და სულ აქეთ გიტარბადიო, მაგაში ნუ ვეთანხმები ახლა, იმიტომ რომ ნუ მაინც გინდა რომ ყურადღება მიექციო შენს მეგობრებსაც, ისედაც რაღაც ცოტა უჩვეულო არის შენ რო არიღებ, მართლა რაღაც ისეთი მომენტია მეცინებოდა ხანდახან რაღაცეებზე, ანუ ჩემ თავს არ მოვიდგენდი რა, მე როგორი ვარ, ესე სხვა რომ მიყურებს, რომ კარნახობ, რომ ესე გავაკეთოთ, ესე ვქნათ. ძალიან კარგი იყო მართლა. რჩევის სახით რაც შემიძლია ვუთხრა ის არის, რომ აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაფერზე არ უნდა ინერვიულონ ამ დღეს, აი საერთოდ არაფერზე. აი უნდა ისიამოვნო ბოლომდე ამ დღით. ეხლა ჩემი დღის განრიგი გემახსოვრება შენ ეკლესიაში უნდა ყოფილიყავით 11-ის ნახევარზე თუ 11-ზე დაახლოებით ზუსტად არ მახსოვს, მივედით რომელზე, ოღონდ ეს უპასუხისმგებლობის გამო არა. იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრმა დააგვიანა ძალიან დიდი საცობების გამო, მაგ დღეს არ ვიცი ეგეთი რა ხდებოდა, ყველა ან ჩემმა მშობლებმაც დააგვიანეს და ჩემი მშობლები 2 დღით ადრე გამოდიან 10 წუთის გზაზე, მებოსაცვლელები რო არიან და ანუ ოკეი, მეთქი არა უშავს და მე ვიყავი სალონში გამზადებული, ველოდებოდი ჩემს ძმას, ჩემმა ძმამაც დამიგვიანა. არაფერზე არ მომშლია ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს შეიძლება ძალიან მენერვიულო, იმიტომ რომ არ მიყვარს ეს დაგვიანება, ძალიან სვლის მერე გეგმა, სხვის დროსაც ურევ, მაგრამ აი მეთქი არაფერი არ არის. რა აზრია, რაც არის ეგ არის. რაც არის ეგ არის, ერთ-ერთი რასაც ნერვიულობდი, ძალიან მეუხერხულებოდა, ნუ მამაოსთან, რომ ასე დიდხანს დავაგვიანე, თუმცა ძალიან სწორად ანუ გაიგო, რა სიტუაცია შეგვექმნა და არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. პირიქით რომ დავინახე მამაო, იმდენად მომეშვა ყველაფერი მერე, რომ ნუ არ ვიცი. ძალიან დავაგვიანეთ ფოტოსესიაზეც, ძალიან დავაგვიანეთ ტაძარშიც, ნუ ვახშამზე ჩავედით 10 საათზე, როცა 10 საათზე მე უკვე სახლში ვარ. წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ 10 საათზე მივედით რესტორანში და მეუბნებიან, რომ აი ახლა გავაგრძელოთ გადაღება. ეგ ძალიან სასაცილო იყო მართლა 10 საათზე ვახშამზე მისვლა, მაგრამ ნუ აი რავი, ყველაფერი ჩემ გემოზე იყო და ჩვენ გემოზე მორგებული და არავის არაფერში დისკომფორტი არ შეუქმნია და რაც თავარია, ჩემი საყვარელი ხალხი იყო ჩვენ გვერდზე, ყველა ჩემნაირი და ჩვენნაირი და ვისიამოვნეთ მაქსიმალურად ამ პროცესით, ფოტოებითაც, ვახშმითაც, ცეკვით, სიმღერით, ანუ ყველაფრით რა. არაფერზე არ უნდა გაიფუჭო ხასიათი, არც ამინძე წინასწარ ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ღია სივრცეში მქონდა ხელის მოწერას, ნუ ფოტოსესიაც, ვახშამიც და ეს წინა პერიოდში უფრო ნერვიულობდი ამაზე. თუმცა აი იმ დღეს სულ რო ქარიშხალი და ძალიან ისეთი წვიმა ყოფილიყო, ანუ ალბათ ხო, ძალიან მაგარია. ანუ არაფერი არ შეიცვლებოდა, მაინც რა რაღაც ალტერნატივას მაინც გამოვძებნიდი, თუმცა სარისკოა მაინც და ეს ღია ლოკაციაზე გაკეთება ყველაფრის და მაინც სხვას ურჩევ, რომ ალტერნატივა თავიდანვე გქონდეთ, იმიტომ რომ ნუ ეხლა ჩემ შემთხვევაში მე მქონდა სასტუმროს ლოკაციაც, სადაც შემეძლო რომ შიგნით შევსულიყავი ვახშამზე ბოლო-ბოლო, ნუ ნერვიულობდი უფრო მშობლებზე. კი, გარეთ როცა არის ლოკაცია, ამ დროს რითი ყოველთვის არის, მაგრამ ამ ბაზის უბნის მამულში, სადაც იყო დაგეგმილი შენი ხელით მოწერის ცერემონია, ანუ მართლა იდეალურად ჩაიარა, აი ულამაზესი იყო ყველაფერი, რაც იყო მოწყობილი. ეს ფერების გადაწყვეტილება, ეს სტილი, აი ფოტოები თუ ცალკე ის რო გქონდა ფონი გაკეთებული. აი ესეთი დეტალები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრებსაც კარგ რაღაცას უქმნის შენს და ალბათ როგორც პატარძალი მაგ ნაწილშიც კარგი რჩევა არის, ეგ რა შეიძლება სტუმრებს დაახვედრო და როგორ შეიძლება კარგი ფოტოები და ვიდეოები მოამზადო. აი დიდი სიამოვნებით ვიტყვი ჩემ აზრს ამ ყველაფრის შესახებ. ნუ ბაზის უბნის მამული იყო მართლა ულამაზესი, მით უმეტეს ამ დღეს ყველგან დღის შუქი გქონდა, აი საოცარი მზე, ანუ ჭრდილები გქონდა ძალიან ლამაზი, ტაძარშიც საოცრად შემოდიოდა შუქი, აი ბაზის უბანში ამდენჯერ ვარ ნამყოფი და ესეთი კარგი განათება არ მინახავს მართლა და ეგ იმხელა როლს თამაშობს ფოტოებზე, მართლა ჩემ ფოტოებს რომ ნახულობდი, მეთქი საოცრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ დროს გააკეთო ეს ფოტოსესია. შემ შემთხვევაში, ნუ მე პირიქით გვიან მომიწია გადაღება, მაგრამ ამას ჰქონდა მთელი ხიბლი, იმიტომ რომ სულ სხვანაირი და ბევრად ლამაზი ფოტოები გამოვიდა. აი, golden hour-ის პერიოდში, რომ ზერო ჩადის და აი პირდაპირ რო ხდება ის მზე და აი ყველაფერი ჩრდილი, აი მართლა ძალიან ლამაზი იყო.
საოცრად ლამაზი იყო, მართლა ისე თვალითაც რომ უყურებდი, ულამაზესი იყო და ეგ ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ ფოტოგრაფებს, რომ აი მაგ დროს გქონდეს ფოტოსესია, იმიტომ რომ ამ დროს ძირითადად ნორმალური ხალხი არის უკვე ბახშამზე. კი და ჩვენ გამოვედით, მე მგონი იქიდან ალბათ 7 საათი იყო. რაც შეეხება, აი რა უნდა დაახვედრონ თუნდაც სტუმრებს, აი ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მეც რო ვარ სტუმარი, ძალიან მიხარია თუნდაც პატარა საჩუქარი, რომ ხდება რაღაცა საინტერესო და ახალი ის, რომ შენზეც ფიქრობენ რა თქმა უნდა, ეხლა ქორწილის დღეს მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ეხლა შენ კაბაზე ყველა დეტალზე ერთად ფიქრობ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი მნიშვნელოვანი ხალხისთვის სიამოვნება იყო, აი ძალიან დიდი რამ და ამაზე ბევრი ვიფიქრე, რომ აი თუნდაც ვაზისხვალში დახვედროდათ რაღაცა ისეთი ლამაზი გარემო და სიტუაცია, რომ ამ ყველაფრით ძალიან ესიამოვნათ. ასევე მყავდა ულამაზესი უსაყვარლესი გოგო, ვინც დახატა ჩვენი ქორწილის სკეჩები. აი მართლა შეუდარებელი საჩუქარია ჩემი აზრით. ყველა სტუმარს დარჩა თავისი ესეთი პატარა სკეჩი. მეც წამოვიდე. ასევე მე მყავდა ორი ფოტოგრაფი, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც. კი, 10 კაცი გიგებდით რაღაც მომენტში, მე მგონი, მეჯვარიანად, მეჯვარის ქმრიანად, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, კონტენტ კრეატორი, არ ვიცი, ყველა ეცე როგორ გამოგეხეთ და მართლა ჩვეულებრივი ჰოლივუდის დონის გადაღება იყო. ფოტოები მეც რო ვნახე, ანუ ესე ტელეფონით გადაღებული ფოტო რო ჩაუვიდიათ გარშემო რამდენი ხართ ერთად, აი მართლა ძალიან გამეცინა, ძალიან ბევრი იყავით და ის უნდა მეთქვა, რომ აი სტუმრები მზე ფიქრი იმაშიც გამოიხატება, რომ თუნდაც ცალკე ყავდეს მათთვის ფოტოგრაფიც, იმიტომ რომ აი სანამ შენ ცალკე გაქვს ფოტოსესია სიტყვაზე და ეს აუცილებელია ყოველთვის და მე ჩემს ყოლებს ვეუბნები ხოლმე, რომ კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებთან ერთად ფოტოსესია, მაგრამ აუცილებლად ცალკეც უნდა გქონდეს ეს ყველაფერი. მეორე ფოტოგრაფი როცა გყავს, თამამად ტოვებ უყვებად ცალკე და შენ ცალკე მიდიხარ რაღაცა შენ ბიჭთან ერთად, შენ გოგოსთან ერთად გადასაღებად და უფრო ისე ხარ რა თავისუფლად, რომ ისინი უყურადღებოდ არ ყავს დატოვებული. მე მაგაზეც მეფიქრებოდა, ძალიან არ მინდოდა, რომ აი სიტყვაზე ის 1 საათი რაც პერიოდიც იქნებოდა, რომ წავიდოდე, ისე ყოფილიყვნენ რა, კი, რა თქმა უნდა, ყველა გაერთობა ისედაც თავისთვისაც გადაიღებენ ფოტოებს, იქ ჩვენ ფურშეტი გქონდა, უგებრიელესი ღვინო იყო მართლა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა როცა მეორე ფოტოგრაფიც მუშაობს და აქცენტი სტუმრებზე არის, ის არის მნიშვნელოვანია რა, ყველას დარჩა მაგალითად ჩემი ქორწილიდან ცალკე ფოტოები და მე რამდენიმე კვირის მერე თუნდაც რო ნახულობ, რომ აი გადაჭრელებული არის Facebook-ის, Instagram-იც ამ ფოტოები. მწვანე ფონით ძალიან ლამაზი რო იყო თავისი. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, ხო, ფერთა პალიტრა ჩემი საყვარელი ფერებიდან იყო, მე ძალიან მიყვარს მწვანე ხაკისფერი ფერი და სტაფილოსფერიც გამორჩეულად მომწონს მართლა, ამიტომ მოეცადე, რომ ჩემ ხასიათზე მომერგო ეს დეკორაციაც. ორგანიზატორები ძალიან დაგეხმარნენ მაგ ნაწილში. Joe World Weddings იყო შენი ორგანიზატორი, ხო? მაგაზე ცალკე მინდოდა კიდე დაწყება, აი ტკბილუკმად რომ კარგაცადე. არა, არაფერი. ტკბილუკმად რომ აინახავ, ანუ მართლა ჩემო გოგოებმა იმედენი იზრუნეს ამ ყველაფერზე, რომ რაც მე წარმომედგინა ყველაფერი რეალობად ექციათ, არ ვიცი, აი მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჯადოსნური მართლა საოცარი, აი ფერიების სამყაროდ აქციას იქაურობა. რო ჩავედი, კი მქონდა ფოტოებით დანახი რუსკა მიგდებდა პარალელურად როგორ გამოიყურება და რო ვნახე, აი თვალზე ცოტა ცრემლი რომ მოგადგება ისე მოგწონს დაახლოებით, ეგრე ვიყავი მართლა, იმიტომ რომ ძალიან ფერადი, ძალიან ლამაზი და ძალიან ისეთი გარემო დამხვდა. ასევე ორგანიზატორების როლი არის უმნიშვნელოვანესი და ყველას ვურჩევდი, რომ თავის ქორწილზე აუცილებლად ყავდეთ ორგანიზატორი, იმიტომ რომ აი ფაქტობრივად მშვიდად გძინავს მე რა, ესე რომ ვთქვა და მაინც არ გძინავს გელვით, მაგრამ რაღაც დეტალებზე მაინც აღარ ფიქრობ რა. რა თქმა უნდა. იცი რა არის, ეხლა მე რუსკასთან კომუნიკაციის მერე ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი. მანამდე მე ყველაფრის დაგეგმა დავიწყე ჩემით, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლა და თან ისედაც ფაქტობრივად 99% ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა ყველაფერი, ამიტომ ჩემით გადავწყვიტე რომ მოდი მე გავაკეთებ ამას ყველაფერს ესე რა.
მაგრამ აი მართლა რუსკასთან საუბრის მერე და გოგოებთან საუბრის მერე ბევრად გამიმარტივდა ყველაფერი. თან მით უმეტეს იმათ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ბევრი რამე მირჩიეს, ბევრ რაღაცაში ანუ კარგი ალტერნატივა მომცეს რაღაცასთან, რაც მინდოდა და ვერ გამოდიოდა თუნდაც და შეგვეძლო რომ რაღაცით ჩაგვენაცვლებინა და მოკლედ ყველაფერში დროის მენეჯმენტიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვახსენე და ამაშიც ძალიან დამეხმარდნენ. თან პლუს მინუს დროები ქონდათ სულ გათვლილი, მე თუ რამეზე ნერვიულობდი, ანუ არ ნერვიულობდი, მაგრამ აი თუ რაღაცა ისევ იქნებოდი, უფრო ნერვიულობდი იმ ადამიანებზე, ვისაც ვუგვიანებდი, ესე რა ვთქვათ, რომ რაღაც ისე არ ყოფილიყო რა და აი თუ რაღაცაზე ნერვიულობდი პატარაზე მაინც, ძალიან მამშვიდებდნენ და ნუ ძალიან საჭიროა ორგანიზატორი რა, ყველაფერში გეხმარება, ყველა ადგილს გირჩევს, ყველასთან კომუნიკაციაშიც ორგანიზატორებს დიდი როლი აქვს და ამიტომ აუცილებლად ორგანიზატორის დახმარება მისაღები რჩევა გამოცდილებიდან ნამდვილად. აუცილებლად. ეხლა ისევ ამ ფოტოების ნაწილს რო დაუბრუნდეთ, აი მან ხომ მთელი დღის განმავლობაში აი შენ ხარ მთავარ ცენტრში და მართლა ეხლა 10 ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი რო გიღებდით, როგორ ახერხებდი რომ აი კონცენტრირებულიყავი, აი რაღაცა რა შეიძლება და ისეთი გასათვალისწინებელი ყოფილიყო, რაზეც მანამდე არ გიფიქრია და მე ფოტოები და ვიდეოები რო ნახე, აი ფიქრე რომ ამას სხვანაირად გავაკეთებდი. თუ იყო რაღაც ეგეთი ოღონდ ანტონინს და ვინც ამ დღეს იყო ჩემთან ერთად და ვინც კი ფოტოები გადავიღო, 99% მართლა ყველგან ძალიან მომწონს, როგორც გამოვიყურები და აი ისეთი ვარ, როგორიც ვარ, როგორც ნუ უფრო უკეთესად გამოვიყურებოდი, ეხლა ცხადია, მაგრამ ანუ მართლა ძალიან კარგად იყო ყველაფერი მაგ კუთხითაც რა. ძალიან ისე გამოდის, მაგრამ ალბათ არაფერს არ შევწყვეტი, ყველაფერზე ყვაყოფილი ვარ. შენთან ძალიან ერთობოდი პროცესში, თან დაძაბული არ ყოფილხარ საერთოდ და არ შეგიღუტავ შენ თავი იმაში, რომ აი რაღაცა ეხა ნაკლებად ხო არ გავიცინო და ეხა რაღაცა ის ხო არ ვიყო, აი ეგ მომენტი არ ქონია. მაგას ვამბობ ზუსტად, რომ აი ამ დღეს რო ანუ მე რო აქ ნერვიულობით ყოფილიყავი, რაღაცებზე ძალიან ბევრი ფიქრი მქონოდა, ეგრე არ გამომივიდოდა და ამიტომ მეგობრებო, ეს ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი დღე, ჯობია რომ აი გემრიელად, იმას ქნათ რა ქვია, შეირგოთ რა, შეირგოთ, ნუ რაღაცნაირად გამოდის, მაგრამ ან მე შევირგე ეს დღე ძალიან კარგად, მართლა და არასდროს არ დამავიწყდება და ასევე თუ გინდათ ცოტა მოწრუპეთ კიდეც. არ არის პრობლემა მაგაზე, მაგალითად ჩვენი გადაღების დროს, ალბათ ცოტა ვინო რო გიჭირავს ხელში. ნუ ყველა კი არ მართლა ეგრე და ნუ ძალიან კარგი ხასიათზე ვიყავით რა ყველა და ამან დიდი როლი იქონია ამ ყველაფერს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის შენ გვერდით ამ დღეს კიდევ ეგეც შენი მეგობრები, ახლობლები, ნუ შენი თანამგზავრი რა თქმა უნდა პირველ რიგში. და ისიც როგორ გეხმარება, აი მამაკაცებს ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას რა, ხშირია ხოლმე რომ აი არ უნდათ გადაღება. რაღაცები ის გაკეთება საერთოდ არ უნდათ, ეგეც ძალიან მე ცოტა ერიდებათ, ცოტა ელხერხულებათ. კი. ადამიანს შორს არ უყვარს ახლა რაღაცის გაკეთება, დააძალო არასწორი მგონია, მაგრამ აი თუ მაინც შეთანხმდით რომ აი მოდის პარემეს ფოტოგრაფიც და მოდის ეს ვიდეოგრაფიც და გოგოებს შევუწყოთ ხოლმე ხელი რომ რაღაცა თავი უფრო კარგად იხსნან და ეს ფოტოებიც და რაღაცებიც ბევრად უფრო კარგი და ისეთი გამოვიდეს რა. მე მაინც ერთად მოვუწევთ მაგის გადათვალიერება და მე მთელი ცხოვრება მაგაზე პასუხისგებაც მოვუწევთ. არა, მე უხარიათ ხოლმე რა, თავიდან ფულია. მე მგონია რომ მამაკაცებისთვის კიდე უფრო რაღაცნაირად ისეთია ეს ფოტოების ამბავი რა, თავიდან გახსნა მათთანაც არ არის მარტივი რა, ამიტომ მაინც შეეცადონ რომ ისე გოგოებს ცოტა დაუთმონ რაღაცეები. კი, ძალიან კარგი რჩევა და გოგოებმა წინასწარ შეამზადონ, რომ აი, კი ვიცი რომ არ გიყვარს, მაგრამ ეს ფოტოები მთელი ცხოვრება უნდა დაგვრჩეს. რაღაცა აღალო ფოტოგრაფს გულისხმობ, ახლა მე არ გულისხმობ, რომ მთელი დღე ახლა 10 საათი რაღაც მოუწიოს რაღაც კეთება, თუმცა ის მინიმალური რაც საჭიროა, თუნდაც იმ 2 საათიანი ფოტოსესიიდან ის მაინც რომ იყოს დაალაგებული ისე. მადლობა ძალიან დიდი ესეთი რაღაცნაირი მართლა ამომწურავი
თან სხვა პატარდლების გამოცდილებებიც ხო ჩავწერე და უფრო არის აი ზოგადი როგორც პატარდლიდან გამოცდილებები და შენი როგორც აი ეს ფოტოგრაფის კუთხითაც რომ ესეთი ამომწურავი იყო ძალიან ბევრი სხვა რაკურსიც გამოჩნდა ყველაფერში და მგონია რომ ვინც გვისმენთ და ვინც გეგმავს თავის ქორწილში რა თქმა უნდა ფოტოგრაფის მოყვანას ძალიან ბევრი შენი რჩევა გამოადგება და ბევრად გამომარტივდება ამ ყველაფრის დაგეგმვა და შემზადება შესაბამისად იცი რა მთავარია, ანუ ფოტოგრაფის შემთხვევაში მართლა გულით ვინც მოგწონს და ვისთანაც გინდა, იმასთან იყო რა მაინც რაღაცა მე რაღაცაზე გული რო არ დაგწყდეს, რომ რაღაცა ისე ვერ იყო, ან რაიმე მსგავსი და ქორწილის დღესთან დაკავშირებით კიდე მართლა როგორც ოდესმე წარმოგედგენათ თქვენი ქორწილი, აი ისეთი ზღაპრული უნდა გააკეთოთ აუცილებლად. ზღაპრულისთვის ესე ბიუჯეტი ძალიან დიდი სულ არ გჭირდებათ, ნუ ეხლა ვის როგორ, თუმცა ძალიან ბევრი პატარა დეტალი შეიძლება მართლა ძალიან ჯადოსნური და კარგი ქორწილი გააკეთოთ. მე ეხლა ჩემი ქორწილი მართლა არასდროს არ დამოვიწყება, იმდენად ემოციებით სავსე იყო, იმდენად ლამაზ გარემოში ვიყავით, ანუ ყველაფერზე ესეთი პასუხი მაქვს ტკბილი. ყველაფერი მომწონდა, რავი, თან ყველა ჩემი მეგობარი იყო ფაქტობრივად, ჩვენი DJ-იც, ჩემი ისიც რა ქვია ალექსანდრეც, ჩემი გოგოების ორგანიზატორები, ჩვენი ანუ ყველა შენ. აი აქვე მინდა კითხო რა. კი. ხო ეგ დანიშნულოვანია რომ აი ყველა ვინც შენ გარშემო არის ძალიან კარგი ადამიანია, ახლობელია, მეგობარია და თუნდაც ვინც შეიძლება უცხო შემოგიერთდეს, ისიც იქამდე დაიმეგობროს, სანამ ქორწილი გექნება. თუნდაც. და აი ჩემ ნაწილში შენ ხარ ხა ამ ინტერვიუებიდან ერთ-ერთი პატარძალი ორი იქნებით სულ რომელსაც დრო მორიყავდა თავის ქორწილში და აი მაგ ამბავშიც აი შენი პატარა გამოცდილებაც თუ შეგიძლია რომ გააზიარო რამდენად გამოგადგა ეს დამატებითი სერვისი შენი ქორწილის დღეს ანუ აი როგორ გითხრა, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ მართლა ამ დღეს იყავი ჩვენთან ერთად და ყველა აღნიშნავდა შენ მონდომება, შენ ჩართულობას ამ დღეს მართლა აი გავიხედავდი შენ იყავი, ყველგან შენ იყავი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ისეთი კადრები ვნახე, რაც საერთოდ არ მახსოვდა იმ დღეს, რომ იყო ამ შენი ყველაზე საყვარელი კომპლიმენტი არის ჩემი რომ იცოდე რომ რო არ აქვს თქმა რა გადავიღე. არა, მართლა და თან, ანუ მეორე დღე იყო ხო თუ არ ვწდები ვიდეო რო გავამიგზავნე? არ ვწდები. კი, მეორე დღეს გამოგზავნა მთელი მასალა. დამონტაჟებულები ცოტა მერე. ანა რეძინა დაიღალა. ანუ გავგიზი ჯერ მეორე დღეს ვეუცბად რომ არ საიდან არაფერს არ ელოდები და ეგრევე მეთქი აბა ჩავხდეთ ვნახოთ. არა, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი რა თქმა უნდა ყავს და საუკეთესო მასალა გექნება, თუმცა აი არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე, ჯერ ის ყველაფერი რაც არ გახსოვს უცბად რო ნახულობ, მერე ასე მალე რო ნახულობ, პლუს თელი ეს პროცესი იქ რო იყავი მოკლედ და ყველა სტუმარსაც ყურადღებას აქცევდი თან, ანუ იმდენი ემოციური კადრი მაქვს ნანახი ამ ვიდეოებიდან, რომ ისე თვალით ეხლა რო გახარ, ყველას ვერ აკვირდები რაღაც მომენტში, ნუ ყველას ემოცია მახსოვს მართლა ესე, მაგრამ აი კადრები რო ვნახე, რომ აი ამ ემოციის კადრები შემონახული მაქვს, თუნდაც აი ეს ჩემთვის რამხელა ბედნიერება ვერ გეტყვი. მე და ჩემი ნიკას მნიშვნელოვანი კადრებიც, ჩემი მეგობრებისაც, აი თუნდაც ეს პატარ-პატარა მაიმუნობები, საერთოდ არ მიფიქრია, რომ სადმე მოხდებოდა, აი ეს ჩემი ნამდვილი ხასიათი ჩანდა, მოკლედ ამ ვიდეოებში და ყველაფერი, ყველა დეტალი იყო რა. აი არაფერი გამოგჩენინა, დეკორაციები, ჩემი კაბები, ჩემი მეგობრები, სკეჩები, აი ნუ მართლა ყველაფერს მოიცავდა შენი ვიდეოები რა. ძალიან ლამაზი იყო თან, აი ისეთი ესთეტიური კადრები გაქვს იმ ყველაფერთან ერთად, აი მაიმუნობებთან და ემოციურ კადრებთან ერთად, იმდენად ესთეტიური და განსხვავებული და კარგი, რომ მეტი არ შეიძლება მართლა, აი ძალიან მომწონს ვატრიალებ ამ ვიდეოებზე, კიდე რამდენი მაქვს დასადები, აი
ვინმე თავი თუ მოგაბეზეთ, მეგობრებო, არის ამათი ბრალი. აუ, ესეც არ მოველოდებოდი, რომ თავი გაქებინე აქ. არა, მაგრამ იცი რა არის? ყველაფერს რეალური შეფასება ჭირდება, ადამიანს დაფასება ჭირდება და ადამიანმა უნდა იცოდეს რამხელა როლი აქვს სხვის იმ მნიშვნელოვან დღეს და მე კიდე უფრო კარგად გამოვუვა თავისი ძალიან საქმე მიხარია მართლა ხო ჩემი მთელი მიზანიც ეგ იყო რომ აი მიუხედავად იმისა რომ ამდენი შენი მეგობარი გიღებდა მე ჩემი წვლილი შემეტანა მანდ და ის კიდე შუალედური კადრები რაც შეიძლება და გამოპარულიყო ის შემენახა და მე ძალიან ველოდებოდი შემდეგ დღეებში აი მთელი სტორით რო გაყევი დასაწყისიდან ბოლომდე აი მთელი ამბავი რომ მოყევი სადაც ვიყავი და სადაც არ ვიყავი ეგ ყველაფერიც კი სრულიად აი მაგნატელში კიდე ცალკე დავინახე ამის საჭიროება, რომ მე შენ როგორც გინდა ისე ყვები ამ ყველაფერს და მე ისე საინტერესოდ ვათვალიერებდი აი შენი გამოცდილების და ჩემი კადრების საერთო თხრობას რა, ესე რომ ვთქვათ. ეგ უნდა მეთქვა რა, ფაქტობრივად მაგ დღეს ტელეფონის საერთოდ ვის ქონდა ჩემი წარმოდგენაც არ მაქვს, რა თქმა უნდა, 1000 ერთხელ პოულობდი ხოლმე და ეს კადრები, რაც შენ გაქვს გადაღებული, მე ან არ მექნებოდა ფაქტობრივად, ანუ სტორები, რაც კი მოუყევი, ვინც ჩემი გამომწერია და თვალსადევნებდა ამ ყველაფერს, ძალიან ბევრი იყო შენი გადაღებული და ამან მომცა საშუალება, რომ ძალიან ბევრ რამეზე მელაპარაკა და პლუს თან დამერთო ეს ვიდეოებიც და უფრო კარგი აღსაქმელი ყოფილიყო და ეგ იმხელა პლუსია კრეატორისთვისაც, ფოტოგრაფისტვისაც და პატარძლისთვისაც, ანუ ყველასთვის ერთად, ანუ მეგობრებისთვისაც, გამომწერებისთვისაც ცხადია, ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია თან ყველა ან ქორწილი რო გაქვს, ყველა იგრევე ელოდება ყველაფერს რა, აი თუნდაც ჩემს თორებს ალბათ რეკორდული ნახვები ქონდა, როცა აი ამ ქორწილს ევდებდი რაღაცას, მე თვითონ რა გაკვირვებული ვიყავი ამ ხელა ინტერესით რა და მან კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მასალა მექნებოდა, იმიტომ რომ აი რამდენი ადამიანი იღებდა თუნდაც, მაგრამ აი ცოტა სხვა თვალით დანახული იყო ეს ყველაფერი და აი ყველაფერი იყო რა. აი მართლა ეს მარტივად რა. ყველაფერი იყო და ყველაფერზე მომეცა საშუალება რომ მელაპარაკა და მომეყოლა სულ რომ მე არ დამეწერა ტექსტი ვიდეო ყოფილა ყველაფერი დავისით. მართლა. ხო, აი ეგ ნაწილი ძალიან მიყვარს ამ ყველაფერში, რომ წყვილი თვითონ მართავს თავის ამბავს, ანუ you own your story რა, ინგლისურად რო ჩანერთი რო გავაკეთო, რომ შენ გაქვს საშუალება, რომ შენი ნარატივი შენ თვითონ მართო და შენი ქორწილი უბრალოდ სხვების დადებული სტორებიდან კი არ გადააზიარო, შენ თვითონ იყო ამ ამბის მთხრობელი თავიდან ბოლომდე და ყველა კადრი როგორც კიდე ისე გამოიყენა და ეგ მინდა ვთქვა, რომ შენ ძალიან კარგად გამოიყენე, როგორც შეიძლებოდა, რომ ეგ ყველაფერი პატარძალმა გამოიყენოს და ძალიან ვისიამოვნე მე თვითონად მთელი აი ამ დილიდან ბოლომდე ამ ყველაფრის ახლიდან გადამეორებით. კარგი მთხრობელი ხარ ყველაფერთან ერთად. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, სხვა შორის ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რაც მე გავაზიანე, სამოვლოდ ძალიან გამოადგებოდა და მართლა გულწრფელად მიხარია თუ ასე იქნება. ჩემი იდეაც იმას საერთოდ რომ მე უბრალოდ ჩემი ამბავიც გამეზიარებინა და ჩვენი ისტორია იყო ეგეც რომ ვიღაცას დაინახა თუნდაც მე რა მინდოდა, როგორ მინდოდა და როგორ გამომივიდა, რა შემეშალა და რა ვერ გამომივიდა, რას მივაქციე ყურადღება. ასევე მინდოდა რომ ინახათ ვინ იყო ჩემს გვერდით, ვის გავუწევდი რა დიდ რეკომენდაციას, რატო და ასე შემდეგ. ანუ მართლა გულწრფელად მინდოდა ყველაფრის გაზიარება და ამაში მართლა ძალიან დამეხმარე შენ და ზოგადად ვინც გეგმავს ქორწილს, ნამდვილად ვურჩევდი რომ აუცილებლად აი მართლა აუცილებლად გქონდეთ შენთან კომუნიკაცია და შეძლონ შენთან ერთად დაგეგმვა ამ ყველაფრის და ის რომ შენ იყო მათ გვერდით. ეს მე უფრო ხვდები რა, ანუ მეორე დღე აი ხა იმ დღეს ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ხვდები. მართლა ისეთი რაღაცეები შეიძლება დაგავიწყდეს, რომ ვერ წარმოგედგინა საერთოდ ამის დავიწყება, როგორ შეიძლება და მეორე დღეს რა ვნახე რაღაცეები, აი მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი რა, აი თუ გახსოვს რამდენჯერ მოგწერე, ჯერ მარტო იმაზე რომ აი არ
აი მართლა მე მიყვარს თან გულწრფელი ემოციების გაზიარება და მიყვარს ჩემთანაც რომ იგივე საკეთებენ და გამოხატავენ. მე ეს მავსებს და ამითი მე კიდე უფრო ვცდილობ რომ უკეთესი და უკეთესი გავხადო საკუთარი თავი და ადამიანისთვის საჭიროა ასეთი სიტყვები ჩემი აზრით. ამიტომ მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მართლა არ მოვულოდებოდი ამდენს, უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდოდა შენი ტექნიკური გამოცდილების მოსმენა, მაგრამ უღრმესი მადლობა მართლა და ვინც გამოცდილება იყო. ვინც ახლა გვისმენთ და აინტერესებს ეს ყველაფერი, ნინი მე მგონი ჰაილაითებში ისევ შენახული გაქვს, ხო, ეს ქორწილის რეკომენდაციები და ყველაფერი. ნახული მაქვს უბრალოდ ახლა კიდე ვაპირებ რომ დავამატო რაღაცები, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის მოყოლაც კიდევ მინდა, ასევე ფოტოები, რომელიც არ გამიზიარებია და ძალიან ბევრი ფოტო არ გამიზიარებია, უნდა გავაზიარო და ამასაც პატარა სტორები მოყვება და ასევე ჩემი ვიდეოც არ დამედია ჯერ ქორწილის და აი მე ძალიან მაინტერესებს. მალე იქნება ეგეც და ისევ მოკლედ დავამატებ პლუს დავხუნძლავ ამ ჰაილაიტს. მშვენიერი, ანუ მივადევნოთ თვალი ნინის სტორებს, თუ გვინდა რომ მართლა ამომწურავი გამოცდილება მივიღოთ ქორწილთან დაკავშირებით, ფოტოგრაფის გამოცდილებიდან, პატარილის გამოცდილებიდან და პროფესიონალის გამოცდილებიდანაც. ნუ ახლა ცოტა რემონტის ამბებს თუ ნახავენ ჩემთან ძირითადად. მე მაგასაც ძალიან დიდი სიამოვნებით მე მაგასაც ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ რემონტი დამთავრებული მაქვს, მაინც ყველაფერს ვადევნებ თვალს შენსას. ანუ შენ მთელი სიამოვნება უკვე გაბოიარე. ყოველთვის მარტივი იყო, მინდა ვთქვა. მაგრამ ხო, სიამოვნოა ძალიან ბევრი რამ. ხო და თვალს ვადევნებ და ძალიან მაინტერესებს მთელი ეს პროცესი, მოკლედ ქორწილი გინდა, ფოტოგრაფია გინდა, რემონტი გინდა, ყველაფერზე შეგიძლია. მოდა, ფეშენი, ფოტოები, ყველაფერი. ნინისთან აი ძალიან ვისიამოვნე შენთან ამ საუბრით და აი მართლა ყოველ ჯერზე ვწმუნდები შენთან რა ტიპის კომუნიკაციაც არ უნდა მქონდეს, მოკლე პატარა დიდი ვოისით, ტექსტით, პოდკასტით, ისე ასე, აი ყოველთვის ძალიან მიხარია და სულ ძალიან სიამოვნებს და აი უღრმესი მადლობა აი ესეთი მონდომებული გამოცდილების გაზიარებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ამ გოგოებსაც გამოადგებათ ამ სარვამარტოდ ეს შენი მთელი ქალური გამოცდილება. შენს ძალიან დიდი მადლობა რომ ეს შესაძლებლობა მომეცი. რაღაც პერიოდში მე მინდოდა რაღაცების მოყოლა ჩემ საქმიანობაზე. თუნდაც ცალკე ვიდეოს ჩაწერა ქორწილის შესახებ კი სტორები მედო, მაგრამ აი ვეღარ მოვახერხე რომ აი ეს გამეკეთებინა და დღეს ფაქტობრივად ყველაფერი მოვყევი. ასე რომ მეგობრებო, აი მართლა ამომწურავი ინფორმაცია იყო შენთან და ძალიან დიდი მადლობა მართლა მე ძალიან ვისიამოვნე ამ ყველაფრით და იმედია ჩემი რჩევები და ჩემი გამოცდილება სხვებსაც დაეხმარებათ და რაღაცებს მაინც გაუმარტივებ და იმედია რაღაცა ცუდად არ გამომივიდა ვინმეს მიმართ. უხეშად ან რაღაცა ისე. არანაირად. და სწორად ამეხსნა ყველაფერი. აბსოლუტურად ეგრე იყო. უღრმესი მადლობა და დავასრულებ აქვე დროებით.